ეს კი უკვე ხუმრობა აღარ არის, არამედ ნამდვილი ჯაშუშური დეტექტივია, რომელშიც შესაძლოა რუსეთი იყოს გარეული. შაბათ საღამოს გარდაიცვალა ლინცი გრემი, უკრაინის მთავარი ლობისტი აშშ-ის კონგრესის სენატში, რომელიც წინადრეს კიევიდან დაბრუნდა. უკვე კვირას კი ირკვევა, რომ საავადმყოფოში მოხვდა მიჩ მაკონელი, კიდევ ერთი რესპუბლიკელი სენატორი, რომელიც წლების განმავლობაში უკრაინისთვის მილიარდობით დოლარის დახმარებას ლობირებდა. და სულ რაღაც ერთი თვის წინ პენტაგონი დაადანაშაულა კიევისთვის იარაღის მიწოდების საბოტაჟში. ორი საკვანძო ადამიანი, რომლებიც უკრაინისთვის ამერიკული დახმარების გატარებას აწვებოდნენ, ორ დღეში. ერთი გარდაიცვალა, მეორე საავადმყოფოში მოხვდა და ინტერნეტი მაშინვე აფეთქდა. მაგას გავლენიანმა ბლოგერმა და დონალდ ტრამპის დიდმა მეგობარმა ლორა ლუმერმა თავის 2 მილიონ გაუნწერ შეახსენა, რომ ვლადიმერ პუტინის მრჩეველი ალექსანდრ დუგინი ლინცი გრემის გარდაცვალებამდე ზუსტად 4 თვით ადრე საჯაროდ მოითხოვდა ამერიკელი სენატორის ლიკვიდაციას. ირანიც ერთი კვირით ადრე ასევე მოუწოდეთ ლინცი გრემის მოკლას. და აი კიდევ ერთი შემთხვევა. ეს სიტყვა რა თქმა უნდა ბუჩქალებში უნდა ავიღოთ. მაკონელიც საავადმყოფოში ხვდება. ამ გამოშვებაში 3 საკითხს განვიხილავთ. რა მოხდა სინამდვილეში მიჩ მაკონელთან? როგორ გაჩნდა ბოროტების თეორია სულ რამდენიმე საათში? შეთქმულების თეორია რატომ ჩანს ასე დამაჯერებლად და რატომ მეტყოლებენ ფაქტები დიდი ალბათობით ცოტა საპირისპიროზე? და ბოლოს ყველაზე მთავარი, ლინცი გრემის საქმე რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით. საბედნიეროდ მასთან ერთად არ დაღუპულა. ის კიდევ უფრო გამკაცრდა და მოსკოვი კიდევ იგრძნობს ლინცი გრემის დარტყმას. მე მქვია ალექსეი პიჩი და მოვით ერთად განვიხილოთ ეს თემები. მაგრამ სამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიძეროთ ეს არხი. ჩვენ მივიდივართ 300,000 გამომწერის ნიშნულამდე. პირადად თქვენგან გამოწერას ძალიან დავაფასებ. მოკლედ, ნამდვილი დეტექტიური ისტორია ვითარდება ახლა ვაშინგტონში. სენატორ ლინცი გრემის გარდაცვალების შემდეგ პირდაპირ მეორე დღეს საავადმყოფოში ხდება კიდევ ერთი უკრაინის ლობისტი, მიჩ მაკონელი. როგორც გაირკვა, ის უკვე რამდენიმე კვირას სამსახურში არ გამოჩენილა და ეს თავისთავად ჭორებს იწვევს. კვირას ლინცი გრემის გარდაცვალების შემდეგ მეორე დღეს მან საჯარო განცხადება გააკეთა. შემდეგ მოხვება მისი ციტატა. ექიმებმა დაადასტურეს, რომ არ მაქვს არც მოტეხილობა და არც თავის ტვინის შერკევა. არ მქონია ინფარქტი და არც ინსულტი. არ მაქვს არც სიმსივნე და არც სისხლჩაქცევა. თუმცა მე მცირე ხნით გონება დავკარგე და საავადმყოფოში გადამიყვანეს. ისე უცნაურად ჟღერს, როგორც ლინცი გრემის ისტორია. თითქოს ჯამრთელი იყო, თითქოს არანაირი საჩივარი არ ჰქონდა, მაგრამ რატომღაც გონება დაკარგა და თითქმის დაიღუპა. ეხლა მიჩ მაკონელი რეაბილიტაციის ცენტრშია. სენატის დარბაზში კენჭისყრაზე დაბრუნება ჯერ არ შეუძლია, მაგრამ მისი თქმით, კვლავ აქტიურად მუშაობს საკანონმდებლო დრის წესრიგზე. ასევე განცხადებასთან ერთად მიჩ მაკონელმა გამოაქვეყნა ფოტო მეუღლესთან ერთად. ხელში უჭირავს Washington Post-ის გაზეთი, რომელიც გახსნილია კვირის ნომრის სპორტულ განყოფილებაზე. ეს კლასიკური ხერხია თითქოს იმის დასამტკიცებლად, რომ ფოტო სწორედ იმ დღეს არის გადაღებული. თითქოს აი ნახეთ, ცოცხალი ვარ, ეს დღეს არის გადაღებული, ხელში მჭირავს დღევანდელი გაზეთი და ასე შემდეგ. ანუ მიჩ მაკონელი აცნობიერებდა რა სირთულეები იყო. მის შესახებ ჭორები ახლა გავრცელდება ლინცი გრეჰამის გარდაცვალების ფონზე. როგორც ჩანს, მიჩ მაკონელს უკვე 84 წელი აქვს და ამ ამბავში თითქოს არაფერია განსაკუთრებული. ხანდახან მოხუცები საავადმყოფოში ხვდებიან, მაგრამ იმის გასაგებად რატომ არის მისი ჰოსპიტალიზაციაც ახალი ამბავი, საჭიროა ვიცოდეთ მისი როლები. მიჩ მაკონელი სენატში რესპუბლიკელების ყოფილი ლიდერია. ადამიანი, რომელმაც ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს მილიარდობით დოლარის გამოყოფა უკრაინისთვის გაატარა, მიუხედავად წინააღმდეგობისა. საკუთარი რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგობის მიუხედავად. ეხლა ის თავდაცვის ასიგნებების ქვეკომიტეტს ხელმძღვანელობს. და სწორედ აქ ჩნდება ეჯი უკვე თავად ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ. მისი ბოლოხმაურიანი ნაბიჯი, მიჩ მაკონელის ბოლოხმაურიანი ნაბიჯი, უკიდურესად უხერხულია ადმინისტრაციისთვის. აპრილის ბოლოს მიჩ მაკონელმა გამოაქვეყნა სვეტი Washington Post-ში, სადაც პენტაგონის საბოტაჟში დაადანაშაულა. მან მაშინ განაცხადა, კონგრესის მიერ დამტკიცებული 400 მილიონი დოლარი კიევისთვის ამერიკული შეიარაღების შესაძენად პენტაგონში მტვერს იგიდებს. ფული რეზერვშია, მაგრამ თავდაცვის სამინისტრო უარს ამბობს ახსნას, რატომ არ არის ეს თანხა გადარიცხული. ანუ ფაქტობრივად მან ბრალდებებით მიმართა თეთრ სახლსა და პენტაგონს. შემდეგ მოხავს მიჩ მაკონელის ციტატა. დონალდ ტრამპის სწრაფად დაასრულოს ომი კეთილშობილი მიზანია, თუმცა მნიშვნელოვანია მშვიდობის ფასი და მისი სტაბილურობა. პენტაგონის მიდგომა, რომელიც უკრაინისთვის დახმარების გაწევის გაჭიანურებაში გამოიხატება,
ფაქტობრივად იგივე სტრატეგია, რომელსაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მისდევდა. უკრაინისთვის აუცილებელი დახმარების გაწევაში ოხმანი ასუსტებს მის შესაძლებლობას, დაიცვას თავი აგრესიისგან და ძირს უთხრის დიპლომატიური მოლაპარაკებების პერსპექტივებს. ანუ ჩვენ წინაშე გვყავს ადამიანი, რომელიც საჯაროდ ადანაშაულებდა საკუთარ ადმინისტრაციას უკრაინისთვის დახმარების ჩახშობაში. ლინცი გრემი სხვადასხვა კიდევ უფრო მებრძოლი იყო და მუდმივად მოუწოდებდა უკრაინისთვის დახმარების გაწევას და უცებ ერთი გარდაიცვალა, მეორე საავადმყოფოშია. და თუნდაც მაგას მოძრაობის მხარდამჭერებმა მოულოდნელად გრემისა და მაკონელის ისტორიაში სწორედ რუსული კვალი დაინახეს. რატო არის ეს გასაკვირი? იმიტომ რომ მაგა ხშირად სწორედ პრორუსულები იყვნენ. ისინი კრემლის ნარატივებს ავრცელებდნენ. ამერიკული ინტერნეტის რეაქცია მყისიერი იყო. და ლორა ლუმერი, ეს არის მაგა ინფლუენსერი, რომელსაც 2 მილიონი გაუნწერი ხავს და რომელიც დონალდ ტრამპთან ძალიან უშუალოდ ურთიერთობს პირველი დაიწყო. ლინცი გრემის გარდაცვალების დღეს მან პოსტი დაწერა სოციალურ ქსელ X-ში. ციტატა. ალექსანდრ დუგინი, ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი მრჩეველი, ცოტა ხნის წინ მოუწოდა სენატორ ლინცი გრემის მოკლას. მან თქვა, რომ სოფლიო უკეთესი იქნება გრემის გარეშე. გუშინ ლინცი გრემი უკრაინაში იყო. შეხვდა ზელენსკის, მოუწოდა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას და უკრაინისთვის მეტი მხარდაჭერა აღუთქვა. ერთი დღის შემდეგ ლინცი გრემი მკვდარია. საჭიროა გამოძიება. აქ შეიძლება გავიგოთ, რომ ლორა ლუმერი ერთ-ერთი იმ რესპუბლიკელია, რომელიც რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ სრულიად რუსულ ნარატივებს ავრცელებდა. მაგრამ შემდეგ მაისში ის აგზავნის თავის რედაქტორს უკრაინაში. ის ხედავს რა ხდება. ის მოხდა ზუსტად იმ ორ დღეს, როცა რუსეთი მასიურად ბომბავდა უკრაინის ქალაქებს. ის ყველაფერს ხედავს და უბრალოდ ბოდიში შოქშია. ის გაოგნებული იყო. მას შემდეგ მან განაცხადა, რომ უკრაინის მხარესაა. მე მასე საერთოდ ცალკე გამოშვება მაქვს ამ YouTube არხზე, ამიტომ გირჩევთ გამოიწეროთ, რომ ასეთი ამბები არ გამოგჩეთ. მაგრამ ამით ლორა ლუმერი არ გაჩერებულა. მოგვიანებით ის წერს. საკი აღსანიშნავია, რომ პუტინის მრჩეველმა ალექსანდრ დუგინმა ზუსტად 4 თვის წინ მოუწოდა ლინცი გრემის გასანადგურებლად. მოკლა თუ არა რუსეთმა ახლახან აშშ-ის სენატორი. სვამს ამ კითხვას ლორა ლუმერი. მოგვიანებით ლუმერი უკვე თეთრი სახლისად მიმართვისას კვლავ წერს, ციტატა. გრემი უცხოელმა მოწინააღმდეგემ საზღვარგარეთ მოწამლა თუ დაბრუნების შემდეგ აშშ-ში. რას გულისხმობენ მისი თანამშრომლები ფრაზაში მოკლე და უეცარი ავადმყოფობა? ეს შხამია? შემდეგ მან თითქოს ყველა პაზლი ერთად დააწყო და ისევ ლორა ლუმერის ციტატა მოჰყავს. რუსეთმა ახლახან დელეგაცია გაგზავნა ხამენეის დაკრძალვაზე თეირანში, სადაც ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსი და დაკრძალვის ორგანიზატორები მოუწოდებდნენ, რომ მე, პრეზიდენტი ტრამპი და სენატორი გრემი მოეკლათ. ეს არ არის შეთქმულების თეორია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, იყო თუ არა სენატორი გრემი ირანის ან რუსეთის მიერ ლიკვიდაციის სამიზნედ მონიშნული. საჭიროა დაუყოვნებელი ტოქსიკოლოგიური ანგარიში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ეხლა დაიმახსოვრეთ ეს, ჩვენ მას კიდე დაუბრუნდებით. ის მარტო არ იყო. პოდკასტერ კლინტ რასელი, რომელიც თითქოს კონსერვატორი რესპუბლიკელია, წერს. გრემი გუშინ უკრაინაში დრონების ქარხანას ამოწმებდა. რუსეთმა ეს ობიექტი დღეს ააფეთქა და დღეს საღამოს აცხადებენ, რომ გრემი გარდაიცვალა თითქოს და უეცარი ავადმყოფობისგან. მე ვითხოვდი, რომ რუსეთმა ლინცი გრემი ააფეთქა. ოფიმა Fox News-ის პროდიუსერმა ქაილი ჯეინ კრეიმერმა უკვე ირანულ კვალზე მიანიშნა. ხოლო კონსერვატორმა პუბლიცისტმა ენტონი გალიმ კიდევ უფრო შორს წავიდა, ყველაზე შორს. და ტრამპს მოსთხოვა, ციტატა, ოპერაცია ლინცი გრემი დაეწყო, ანუ სამხედრო. პასუხი ირანსა და რუსეთს, თუ ისინი აღმოჩნდებიან სენატორის სიკვდილთან კავშირში. ის ამბობს, მოდით საერთოდ დავარტყათ ირანსა და რუსეთს. თუ აღმოჩნდება, რომ გრემის სიკვდილში ისინი არიან დამნაშავეები. მაგრამ როგორც ამობენ, ესენი ყველა ბლოგერები არის. ხო, შეიძლება ითქვას, ვიღაცა იქ აჟიოტაჟს ტეხს. ხოლო რეალურად ცეცხლზე ნავთი დაასხა უკვე ფიაბარის დირექტორმა ქაშ ფატლმა, რომელმაც განაცხადა, რომ ციტატა, ფედერალური საგამოძიებო ბიურო ეხმარება ადგილობრივ ხელისუფლებას და მიაწოდა ყველა საჭირო რესურსი. ანუ ქაშ ფატლმა მიანიშნა, რომ ფპარ-ში რეალურად იძიებენ ლინცი გრემის სიკვდილს. მაგრამ იქნები ობიექტური. დიახ, ეხლა მთელი სურათი ძალიან ლამაზად ყალიბდება. დუგინი, კრემლის იდეოლოგი, საჯაროდ მოითხოვს, როგორც თავად თქვა, გრემის განადგურებას. ირანი აცხადებს გრემს. სამიზნედ. ხმნის დაკრძალვაზე ისმის მოწოდებები მისი მოკლისკენ.
10 ივლისს ლინცი გრემი კიევში აცხადებს, რომ თეთრ სახთან შეათანხმა ჯოჯოხეთური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის 500%-იანი ბაჟები იმპორტზე იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ხიდულობენ რუსულ ნავთობს. 11 ივლისს საღამოს ის გარდაცვლილი აღმოჩნდა. 12 ივლისს მეორე სენატორი, რომელიც ასევე უჭერს მხარს დახმარებას უკრაინისთვის, საავადმყოფოში აღმოჩნდა. თუ ამ ფაქტებს ასე თანმიმდევრობით დავალაგებთ, სურათი თავისთავად ყალიბდება. 2 უკრაინის მხარდამჭერი, უბრალოდ 2 დღეში. ერთი კვდება, მეორე საავადმყოფოში. ეხლა მოდით გონივრულად შევხედოთ ამ სიტუაციას, ლინცი გრემის შემთხვევაში. სიკვდილის წინასწარი მიზეზი არის აორტის გაწყვეტა. ეს კლასიკური, კარგად შესწავლილი მდგომარეობა, რომელიც განსაკუთრებით დამახასიათებელია მამაკაცებისთვის. 70 წლის ასაკში და ჰიპერტონიის პირობებში. ჯერჯერობით არ არსებობს გაკვეთის ანგარიში მოწავლის ნიშნებით. არ არსებობს ოფიციალური დასკვნა დანაშაულის შესახებ. არანაირი მტკიცებულება რუსეთის, ირანის ან ვინმე სხვა მონაწილეობის შესახებ არ არსებობს. და აი სენატორ ტიმ სკოტსაც კი გულის შეტევაზე ჰქონდა საუბარი. უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ გრემი გუმკერდის ტკივილებზე ჩიოდა. ანუ სიმპტომები იქამდე იყო, სანამ რაიმე მოულოდნელი მოხდებოდა. მაგრამ ის ფაქტი, რომ ფედერალურ საგამოძიებო ბიურო ამ ისტორიაში მონაწილეობს, გვაფიქრებინებს, რომ უბრალოდ ჯერ ყველა დეტალი არ ვიცით. მიჩ მაკონელზე. მას 84 წელი აქვს. ბავშვობაში მან პოლიომიელიტი გადაიტანა და შედეგები ბოლო რამდენიმე წელია, რაც თავს იჩენს. ის უკვე რამდენჯერმე წაქცეულა, ძვლები მოუტეხავს, გონება დაუკარგავს. ერთხელ პირდაპირ პრესკონფერენციაზე გაშეშდა. უბრალოდ აღარ შეეძლო სიტყვის გაგრძელება. უბრალოდ გაშეშდა. მაგრამ ისევ ეს ძალიან უცნაური დამთხოვა. გრემი და მაკონელი რესპუბლიკელებში უკრაინის გამორჩეული მხარდამჭერები არიან. მაგრამ მოდით ვიყოთ გულთბილები. სკეპტიციზმი იგივე არ არის, რაც დარწმუნებულობა. შეიძლება სკეპტიკულად მიუდგეს სხვადასხვა ვერსიას, მაგრამ ვერ იქნები დარწმუნებული, რომ ისინი არასწორი. ლინცი გრემის გარდაცვალების ტოქსიკოლოგიური ანგარიში ჯერ არ არსებობს. და ლორა ლუმერის მოთხოვნა, რომ ეს კვლევა ჩატარდეს, თავისთავად აბსურდული არ არის. რუსეთს აქვს დოკუმენტირებული ისტორია სწორედ მოწამლების. ლიტვინენკო, სკრიპალები, ნავალნი. ლინცი გრემი ოფიციალურად იყო რუსეთის ძებნაში და მათ ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში. ასე რომ, სწორი პოზიცია, როგორც მე მგონია, ასე ჟღერს. აჩვენეთ ტოქსიკოლოგიური ანგარიშის შედეგი. იყო თუ არა გრემი მოწამლული. თუ არა, ყველა კითხვა იხსნება. მაგრამ იცით, ამ გამოშვების მთავარი დასკვნა მოულოდნელად სხვა რამეზე იქნება. ლინცი გრემის საქმე მასთან ერთად არ მოხდა. კრემლში როგორც ჩანს, შვებით ამოისუნთქეს. იფიქრეს, რომ გრემის სიკვდილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აშშ-ის ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. საბოლოოდ, სწორედ ლინცი გრემი იყო ის, ვინც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ჯოჯოხეთური სანქციების იდეას ავითარებდა. მაგრამ მოხდა საპირისპირო. ბრესტ 13 ივლისს აშშ-ის კონგრესში წარადგინეს ამ კანონპროექტის რადიკალურად გაფართოებული ვერსია. და აი მთავარი ცვლილება, რომლის გამოც ღირს ეს გამოშვება, ბოლომდე ნახოთ, ეხლავე აგიხსნით. კანონპროექტის ძველი ვერსია, რომელსაც ლინცი გრემი ლობირებდა, ასე ჟღერდა. ვაშინგტონის პასუხი მოსკოვის მხრიდან მშვიდობაზე უარის თქმაზე თითქმის მთლიანად დონალდ ტრამპის პირად ნებაზე იყო დამოკიდებული. ანუ სანქციების ურო თეთრი სახლის მაგიდაზე იდო, მაგრამ დაარტყამდა თუ არა, ამას მხოლოდ და მხოლოდ დონალდ ტრამპი წყვეტდა. აი კანონპროექტის ახალი ვერსია, ასე ჟღერს. სანქციების მნიშვნელოვანი ნაწილი ავტომატურად ამოქმედდება ამ კანონის მიღებიდან 30 დღის შემდეგ. დონალდ ტრამპის გარეშე, მისი თანხმობის ან განწყობის გარეშე, ვლადიმირ პუტინთან გარიგების გარეშე. ყველაფერი მარტივია. თუ რუსეთი არ აწარმოებს მშვიდობის მოლაპარაკებებს და ის ამას არ აკეთებს, მას ავტომატურად დაეკისრება სანქციები. სანქციების მასშტაბი კი ტოტალურია. ფინანსური სექტორი, ენერგეტიკა, საზღვაო გადაზიდვები, ინვესტიციები, პლუს მთავარი იარალიც ნარჩუნდება. ეს ტარიფები ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც აგრძელებს რუსეთის ნავთობისა და გაზის შეძენას და პლუს კიდევ დარტყმა იმ კომპანიებზე, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს სანქციების გვერდისავლით. ამ კანონპროექტს უკვე 85 თანაავტორი ყავს სენატში. და ეს უკვე საკმარისია პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევადაც კი. და აი თანაავტორი ლინცი გრემის, დემოკრატი რიჩარდ ბლუმენტალი, ითხოვს დააჩქარონ კენჭისყრა და ამას მარტივად აყალიბებს. პუტინი დამატებით დროს არ იმსახურებს.
შედეგი. დიახ, დამთხოვები ძალიან შემზარავია. გარდაიცვალა სენატორი, რომლის გასრესასაც ალექსანდრე დუგინი ითხოვდა. ხოლო ირანმა მანაჩენი გამოუტანა 1 დღის შემდეგ, რაც მან დაამტკიცა სანქციები, რომლებიც კრემლის ნავთობის შემოსავლებს ჩამოშლიდა. მეორე დღეს საავადმყოფოში აღმოჩნდა მეორე სენატორი, რომელიც უკრაინის დახმარებას უჭერდა მხარს. და რომ ყველა манипуляცია დასრულდეს, გამოძიებას ნამდვილად უნდა გამოაქვეყნოს გრემის გარდაცვალების ტოქსიკოლოგიური ანგარიში. და რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. თუ ვინმე მოსკოვში გრემის სიკვდილით გაიხარა, მან ძალიან ადრე გახსნა შამპანოს. იმიტომ რომ კანონპროექტი, რომელიც თითქოს ავტორთან ერთად გვდებოდა, გაცილებით უფრო საშიში ფორმით აღდგა. ადრე, როგორც ამობენ, სანქციების ურო დონალდ ტრამპის ხელში იყო და მას შეეძლო დაერტყა ან არ დაერტყა. ეხლა კი ის თავისით დაეშვება. ფაქტობრივად ამ კანონპროექტის მიღებიდან 30 დღის შემდეგ. გრემი აღარ არის, მაგრამ მისი ჯოჯოხეთური სანქციები მაინც დარჩა. აქ მრავალწერტილს დავსვა. თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები კომენტარებში დაწერეთ. ამ გამოშვებას ქვეშ დარწმუნებული ვარ, თქვენ ნამდვილად გექნებათ სათქმელი ამ თემაზე. ამიტომ დაწერეთ ყველაფერი, რასაც ფიქრობ. იქ შეგიძლიათ ამ გამოშვების თემაზე იდისკუტოთ. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ და დააჭირეთ ძარს, რომ მიიღოთ შეტყობინება ახალი გამოშვებების შესახებ. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას ნახვამდის.